მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ჩვენ დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე სამხრეთ კავკასიაში. მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში ჯიდევენსი მართავს ვიზიტს, ის ეწვია სომხეთს, ეხლა უკვე ჩასული არის აზერბაიჯანში და ალიევს ხდება. თუმცა ეს ვიზიტი, რომელსაც ქვია ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, რატოღაც არ მოიცავს საქართველოს. თუ რა არის ამის მიზეზი, ამაზე ბუნებრივია ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში, ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან განცხადებებზეც, რომლებიც გაკეთდა სომხეთში ვიზიტის დროს, აზერბაიჯანში რა განცხადებები გაკეთდება, ამას დღეს ვნახავთ, მაგრამ სომხეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცები ითქვა, მათ შორის სხვადასხვა ინვესტიციებზე არის საუბარი სომხეთში და ზოგადად ბევრი ფიქრობს იმის შესახებ, რომ რუსეთი ნელ-ნელა შეიძლება განდევნოს ამერიკამ სამხრეთ კავკასიიდან სწორედ აზერბაიჯანის და სომხეთის დახმარებით, მაგრამ ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს. სად არის საქართველო, რა მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს, ამაზე ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმრები იქნებიან ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ჯერ საქართველოს ინიციატივის თანადამფუძნებელი, GeoCases მკვლევარი, ყოფილი დიპლომატი, მოგესალმებით. ბატონო ნიკოლოზ, თქვენგან დავიწყებ, რას როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას, რომელიც გვაქვს, ჯერ დავიწყოთ სომხეთში გაკეთებული განცხადებებით, ეს რომ მივიხილოთ, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი რაღაცები ითქვა იქ და ზოგადად რას ნიშნავს, თქვა ბირთვული, ასე ვთქვათ, რეაქტორთან დაკავშირებით ინვესტიციები, ტექნოლოგიებში ინვესტიციები, რასაც სომხეთს პირდებიან და ასე შემდეგ, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, არა მხოლოდ სომხეთის კონტექსტში, არამედ მთლიანად რეგიონულ კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რომ თუ მაგალითად წლების განმავლობაში ხო ანუ ამერიკა-სომხეთის ურთიერთობები არ იყო ასეთი ახლო, რის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სომხეთში იყო მნიშვნელოვანი რუსული გავლენები და შესაბამისად ჩვენს რეგიონში საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა როგორც პროდასავლური სახელმწიფო ამერიკისთვის ერთ-ერთ მთავარ დასარტყმელს. თუმცა ფაშინიანის მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ უკვე სიტუაცია შეიცვალა, ნელ-ნელა დაიწყო რუსული გავლენების, ასე ვთქვათ, შემცირება, ფაშინიანმა დაიჭირა მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკა და ასევე თავისი, ვთქვათ, კონტაქტების საშუალებით მან შეძლო და ამერიკელების ნდობა დაიმსახურა და ასევე ის, ასე ვთქვათ, სამშვიდობო შეთანხმებაც გაფორმდა აზერბაიჯანთან, რომელმაც ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების გარემო. შესაბამისად, ეს ვიზიტიც ამის გამოხატულება არის. ასევე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორიც, რომ ამერიკამ მზად არის თავისი ტექნოლოგიები გადასცეს სომხეთს, რაც არის ინდიკატორი იმისა, რომ ამერიკას გააჩნია ძალიან მაღალი ნდობა ჩვენთვის ამერიკის პოლიტიკა როგორ განსაზღვრება. არა მარტო ჩიპებზე, იგივე დრონების თემაც არის, იგივე ინვესტირება ბირთვულ რეაქტორებში, ხო ანუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან და ამერიკის პოლიტიკა ასეთი არის, რომ თავის ტექნოლოგიებს და შეიარაღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აწვდის ქვეყანებს, როდესაც მის მიმართ ძალიან მაღალი ნდობა აქვს. და იგივე მაგალითი შეგვიძლია საქართველოსაც მოვიტანოთ, არ მახსოვს რომელი წელი იყო, როდესაც ჩვენ ჯაველინები გადმოგცა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ეს იყო ერთგვარი გამოხატულება იმ ნდობის საქართველოს მიმართ და იმ როლის, რომელიც საქართველოს გააჩნდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, ესეც ამის ინდიკატორი არის და თუ თქვა წლების განმავლობაში საქართველო უკონკურენტო იყო ამერიკასთან ურთიერთობების კონტექსტში და წარმოადგენდა დასარტყმელს, დღეს უკვე სომხეთი გაჩნდა ახალი მოთამაშე, რომელმაც ასე ვთქვათ გვერდზე ჩაწია საქართველოს ფლათ ესე ვერ ვიტყოდი, მაგრამ სერიოზული კონკურენტი გაჩნდა სომხეთის სახით რეგიონში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახდა შეერთებული შტატებისთვის. შესაბამისად, ის ყველა პროექტი, რომელზეც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, თუ განხორციელდება, ნამდვილად ეკონომიკური სარგებლის გარდა, ამას ექნება პოლიტიკური დატვირთვა და ავტომატურად შემოიტანს გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს სომხეთისთვის, რაც მთლიანად რეგიონზე დადებითად აისახება. თუმცა, მაინც წინ არჩევნები არის სომხეთში და ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სომხეთის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ფაშინიანი შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლებას, ხო? ნუ დიდი ალბათობით შეინარჩუნებს, თუმცა მაინც დღესაც არსებობს გარკვეული რისკები, რომელიც შეიძლება ჯიდივენსმა ხარდაჭერა გამოუცხადა ფაშინიანს. კი, გუშინდა განცხადებაზე. ეს რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის. კი ბატონო, ბატონო, ვიდრე საქართველოსზე გადავალთ, მანამდე თქვენი აზრით მაინტერესებს ამ განცხადებების მნიშვნელობას, როგორ აფასებთ ამ ვიზიტის ზოგადად სომხეთში და აზერბაიჯანში რაც განხორციელდა. კი ბატონო, მოგესალმებით. კი, რა თქმა
თქმა უნდა, აქ უკვე ნათელია ამ შემთხვევაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში პრიორიტეტს ანიშნებს პირველ რიგში სომხეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობას. ვიცით იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა რამდენიმე თვის წინ და იყო თქვათ დონალდ ტრამპს, ნიკოლ პაშინიანსა და მადლ ალიევს შორის და აქ ნათლად გამოჩნდა, რომ მაშეშეს გააჩნია საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, თუნდაც რაც შეეხება თქვა სატრანსპორტო გზას, გულისხმობ თუნდაც იმ ზანგეზურის დერქას, რომელსაც ქვია ხო ტრამპის გზა თქვა მშვიდობისთვის. შემთხვევითი არ იყო, რომ შემდგომში ესე იგი უკვე შედგა დონალდ ტრამპის შეხვედრა ცენტრალური აზიის რესპუბლიკის 5 ლიდერთან, სადაც ასევე განიხილეს თქვა სატრანსპორტო კავშირები ასე ვთქვათ, განმტკიცების საკითხი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის, თუმცა, ნუ თქვათ, აქ საუბარი ისევ იყო, თქვათ, ამ ტრამპის გზაზე, ხო, რომელსაც თქვათ, თუნდაც ყველანაირად თქვათ, ზანგეზურის დერეფას უწოდებენ, ხო, და საქართველოს სამწუხაროდ, თქვათ, არ მოიაზრება, ასეთ ახლა თქვათ, ის რომ რამდენიმე დღის წინ, თქვათ, საქართველოს, თქვათ, პრეზიდენტი, თქვათ, თითქოს აცხადებდა, რომ, თქვათ, შეხვდა JD Vance და შემდეგ, რომ თითქოს რაღაცა იმ რამდენიმე წამის განმავლობაში რაღაც დაიგეგმა რაღაც თანამშრომლობის ინიციატივებს დაახლოებით ის არის ხო ტრამპი დამპირდა რომ დავრეკავო და ნუ ჯერჯერობით რო არ დაურეკია ხო ხო და რეალობა ის არის რომ იქ ოლიმპიადაზე თქვათ JD Vance-ის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა ხო აქ სპეციალურად საქართველოს ეს სურათი გადავიღე ჩვენ რაც ნახეთ ახლა ჩვენ ხო არ გვინახავს სიტყვაზე JD Vance-ი რო ხდებოდა რომელიმე სხვა ქვეყნის და სულიყო დაახლოებით 200-მდე ქვეყნის დელეგაცია ხო ჩასული ბუნებრივია ხო და ამიტომაც აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს ფაქტობრივად სამწუხაროდ რომ საქართველოს როგორ ექცევა ეტაპობრივად თქვათ იზოლაციაში და თუნდაც ახლა JD Vance-ის ვიზიტი სომხეთში და დღეს უკვე აზერბაიჯანში რა თქმა უნდა ეს არის გამძახილი თქვათ იმ შეხვედრების რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე თვის წინ და ბუნებრივია აქ ხედავთ როგორ იცვლის თქვათ როგორც სომხეთი ასე აზერბაიჯანი საკუთარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს სომხეთი ვიცით რომ წლების განმავლობაში იყო რუსეთის სტრატეგიული მაგრამ სომხეთისთვის ხო ძალიან რთული იქნება ხა აზერბაიჯანისგან განსხვავებით თავი დააღწიოს რუსეთს იმიტომ რომ ეკონომიკურად ძალიან მიბმულია ბევრი სომეხი ცხოვრობს რუსეთში და იქიდან თუ გამოყარა როგორც ქართველები გამოყარეს დიდი პრობლემები ექნება საუბაჭრობა თუ ჩაუკეტა რუსეთმა დიდი პრობლემა ამაზე რაკეტა ხო განცხადებული მინიშნებები რუსეთის მხრიდან პლუს რუსული ბაზა დგას ანუ რამდენად წარმოგიდგენიათ ესე მარტივად რუსეთის გავლენისგან თავის დახსნა რა თქმა უნდა არა ეს არ მოხდება ერთ-ერთ დღეში მაგრამ ფაქტია რომ ეტაპობრივად სომხეთი აღწევს თავს რუსულ გავლენას თუნდაც მისი მცდელობა ასე თქვა ხო აღმოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან და ასევე თურქეთთან რა თქმა აღნიშნული თქვა ნათელი დადასტურება კარგად აცნობიერებს ხო სომხეთი რომ ეხლა ფრიან ყარაბაღზე კონტროლს ვეღარ აღადგენს ვერანაირი გზით თავისთავად აქედან გამომდინარე აუცილებელია თქვა აზერბაიჯანთან თანამშრომლობა თურქეთთან თანამშრომლობა ხო მით უმეტეს თქვა აზერბაიჯანი შეიძლება განიხილებოდეს როგორც მომავალში თქვა სომხეთში ბუნებრივი აირის პოტენციური იმპორტიორი ხო თქვა რუსეთის ფედერაციის ნაცვლად ხო შესაძლებელია რომ აზერბაიჯანმა მიაწოდოს თქვა სომხეთს ბუნებრივი აირი და იგივე თქვა თურქეთმა გახსნას გზა მით უმეტეს ჩვენ ვიცით რომ თავისთავად ფუნქციონირებდა იუმრი ყარსის რკინიგზა და შესაძლებელია ასე ვთქვათ სომხეთს და თურქეთს შორის სარკინიგზო კავშირების დამყარება აქედან გამომდინარე ხო რა თქმა უნდა შესაბამისად სომხეთს შეექმნება გარკვეული შესაძლებლობა ეტაპობრივად დაძლევს ესე იგი ის დამოკიდებულება რუსეთზე რომელიც დღესაც არსებობს მით უმეტეს რუსული თქვა 102 სამხედრო ბაზა განთავსებულია სომხეთის მეორე ქალაქ იუმრიში რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ სომხეთ-თურქეთის საზღვარს და პლუს ნუ რუსეთი არის ბუნებრივი არის თავარი იმპორტიორი და ამიტომ ამოფხოს ბევრი არა რა თქმა უნდა ეგრე ადვილი არ არის ახლა აზერბაიჯანის ნაწილობრივ არის დამოკიდებული ხო რუსეთზე იმიტომ რომ კი ბატონო თქვა სავაჭრო ურთიერთობები არის სარკინიგზო კავშირი არსებობს აზერბაიჯანს და რუსეთს შორის და ასევე ძალიან ბევრი აზერბაიჯანი მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე ხო ვიცით ხო თქვა აი რა პრობლემები დაჭერები რო დაიწყეს დაჭერები რო დაიწყეს
მაგრამ აზერბაიჯანმა საპასუხო ზომებს მიმართა, შემდეგ პუტინი ლამის ბოდის იხდიდა. ამ დროს არ დაგვაუწყდეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანმა და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება, ალივე მოსკოვში იყო ჩასული და გააფორმეს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და იმის მერე რამდენიმე თვეში მოხდა, როდესაც აზერბაიჯანული ლაინერი რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჩამოაყალიბა. ატენდორს თქვენ რამდენად რეალურად გეჩვენებათ რუსეთის განდევნა სამხრეთ კავკასიიდან? ხო, იცით რა არის, ეს პროცესი ზოგადად დაწყებულია უკვე, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად შემცირებული არის რუსეთის გავლენები როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში. იგივე რიტორიკა რო ავიღოთ, იგივე ფაშინიანის მხრიდან, იგივე ალიევის მხრიდან, ხო, რადიკალურად შეცვლილი არის. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ FSB-ს თანამშრომლები, რომლებიც აკონტროლებდნენ სომხეთის საზღვარს ნაწილობრივ გავიდნენ ტერიტორიიდან და შესაბამისად ეს პროცესი მიმდინარეობს. თქვენ ახსენეთ ასევე სავაჭრო ურთიერთობები და დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე. ეს რა თქმა უნდა გამოწვევა არის, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთმა და თქვათ ემბარგო დაადო ვაჭრობას, ხო, ესეც ამისაც თქო გადაჭრა შესაძლებელი არის. ხა მე მინდა მოვიტანო ჩვენი მაგალითი, რომელიც 2006 წელი იყო თუ 7 წელი ზუსტად არ მახსოვს, როდესაც საქართველოს დაადო რუსეთმა ემბარგო, ხო, ანუ ერთი მხრივ ეს მოკლევადიან პერიოდში ჩვენთვის მძიმე ეკონომიკური დარტყმა იყო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ჩვენ რეალურად ამითი ბევრი სარგებელი ვნახეთ. ერთი მხრივ ჩვენ მოვიძიეთ ახალი ბაზრები, საქართველოს მოახდინა გარკვეული დივერსიფიკაცია თავისი საექსპორტო საქონლისთვის, ხოლო მეორე მხრივ ქართული ასე თქვა წარმოება გახდა მეტად განვითარებული, იგივე ღვინის წარმოებაც უკვე ისე სტანდარტებს დაუახლოვდა, რომელიც თქვათ საშუალებას აძლევდა ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ეს მოკლე იმაში დროში ცოტა ძართული იყო ეკონომიკურად, შემდგომში უკვე ამას მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ჰქონდა, რაც ვნახეთ და იგივე სიტუაციაში თუ ჩავარდება სომხეთის გარკვეულწილად ის პრობლემის წინაშე დადგება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი აღრმავებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ასევე მაგათმა დაიწყეს ასე ეგრეთ წოდებული მულტივექტორული აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება მაგათთვის ახალი ბაზრების მოძიება და ამ პრობლემიდან, ასე ვთქვათ, გვერდიდან ამ პრობლემის გადაჭრა. იგივე შეიძლება აზერბაიჯანზე განცხადება, რომ გასაგებია, ყველა ქვეყნის არჩევანია, საერთკენ წავაო, მაგრამ ევროკავშირში წევრობა, ევრაზიულ კავშირში წევრობასთან შეუთავსებელი იქნებაო და სომხეთისთვისო და შესაბამისად, ან მას თუ იქ აირჩევსო, ჩვენთან მოუწევსო ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაო, რეალურად ამით დაემუქრა რა. კი, ეგ ფაქტორიც არის, ასევე უსაფრთხოების კუთხითაც ხო, ანუ როდესაც თუ ეს ეგრეთ წოდებული ტრიპის კორიდორის სრული იმპლემენტაცია განხორციელდება, მან შევლენ ამერიკული კომპანიები, ავტომატურად ეს გამოიწვევს უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას, მათ შორის შესაძლებელი არის გარკვეული იგივე კერძო სამხედრო ამერიკული სამხედრო კომპანიები შევიდნენ იმ ობიექტების დასაცავად, სადაც ამერიკელი ინვესტორი იქნება შესული და ზოგადად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ყველა ფიქრობს მხოლოდ აი ნატო და ასე შემდეგ, თუმცა არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომელიც ავტომატურად იზიდავს სხვა ტიპის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ეს ვიდრე თქვათ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, რაც მეტი საერთაშორისო ინვესტიცია შევა სომხეთში, მით უფრო ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოების გარანტიას და მეტ ამ პროცესში სად ვართ ჩვენ? ხო, ეს თემა გამიხილოთ, ანუ ანაკლიის სპორტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება დაინტერესებული იყო, ხო, დასავლეთი და ესეც გაჩერებულია, ჩინეთს მივაძლევდით და ჩინელებიც არ აშენებენ. ანუ ურთიერთობაზე ნაწილობრივ ისაუბრეთ, ხო, როგორ შეიძლება აღდგეს ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან, ევროპას ყოველდღე ლანძღავენ, ამერიკას არ ლანძღავენ თავრობის დონეზე, მაგრამ ივანიშვილი რაღაცა პირადი ფილოსოფოსი უკვე ლანძღავს, ბატონი შათერიშვილი, მაგრამ კობახიძე ამბობს, რომ ჩვენ ველოდებით და მზად ვართ ველოდოთ უსასრულოდ, როდის ისინი გადმოდგამენ. აბიჯდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ჩვენი ურთიერთობა. რამდენად შესაძლებელია ეს ამ კონტექსტში? შეუძლებელია თქვა სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება, იმიტომ რომ თქვა ჩვენს ხელისუფლებას არანაირად არ უნდა ამ შემთხვევაში აღიარება იმ პრობლემების, რომელიც საქართველოს დღეს არსებობს, რომელიც შექმნა დღევანდელმა თქვა ხელისუფლებამ, რეალობა ესეთია, ხო? მათ შექმნეს, მაგრამ არასდროს ხო, არც ევროპასთან ურთიერთობის დროს, არც ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის დროს არ აღიარებენ, ხო? რომ თვითონ შექმნეს პრობლემა და თვითონ არიან თქვა ამ პრობლემის თავარი წყარო, ხო? და ამიტომაც საუბრობენ, ესე იგი, სუფთა ფურცლიდან ურთიერთობაზე. ანუ რას გულისხმობს ეს, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თვალი უნდა დახუჭოს იმ
იმას, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, რომ საქართველოში არსებობენ სინდისის პატიმრები, რომ საქართველოში თქვა 300-ზე მეტი ადამიანი დაასახიჩნეს ფიზიკურად, რომ არ ვიცი, ყველანაირი ისეთ ეგრეთ წოდებულ კანონებს იღებენ, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუცია, საერთოდ ანგრევს ქართულ სახელმწიფოს, აღარ ალაპარაკებ ხოლმე თქვა, ასე თქვა, რომ საქართველოს პრობლემა ექნება, თქვა ევროკავშირთან ურთიერთობის თუ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ფარგლებში, ხო და ახლა სუფთა ფურცლიდან ახლა ეგრე არ არის, ხო, ყოველ შემთხვევაში ბუნებრივია მოსთხოვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ მიმართულებით, რომ ასე ვთქვათ, თუ ურთიერთობის ასე ვთქვათ, რაღაცნაირ გაუმჯობესებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაშინ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება დათბობაზე უნდა წავიდეს და ნუ ასე ორი კურდღლის დაჭერა უნდა, ხო, ვთქვათ, ჩვენს ხელისუფლებას ერთის მხრივ ასე ვთქვათ, დაამყაროს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამოვიდეს იზოლაციიდან, მაგრამ მეორეს მხრივ რანაირი პასუხისმგებლობა არ აიღოს. ახლა ამ შემთხვევაში ორი კურდღლის დაჭერა ნამდვილად შეუძლებელია. ბატონიკა, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? ამ კონტექსტში ალბათ გასათვალისწინებელია ხელისუფლების ჩვენი გაკვირვება, ხო? ეხლა ევროპასთან დაკავშირებით თქვა ბატონ კობახიძე, რომ აგერ რუსეთთანაც გელაპარაკება, მოლაპარაკებასო და ჩვენ ადრე წერილიც რომ ისწერეს ტრამპს, იქაც ეწერა, რომ აი ავტორიტარებს და დიქტატორებს ელაპარაკებთ და ჩვენ დემოკრატია ვართ და ჩვენა ანუ მათო არ ესმით, როგორ შეიძლება ხა ალიევს ელაპარაკო, შენ თუ დემოკრატია გადარდებს. ალიევს თუ ელაპარაკებ, მე რატო არ მელაპარაკებ? ხო, ნუ ამ შემთხვევაში ხა ისევ და ისევ თავიდანვე აღნიშნე, რომ ჩვენ წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, მონოპოლია, ბჭალებში მონოპოლია ჰქონდა რეგიონში და შესაბამისად ჩვენ ვიყავით ერთადერთი დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და შესაბამისად იყო მომენტები, როდესაც გარკვეულ გადაცდომებზე და გარკვეულ მოვლენებზე ისინი არ აკეთებდნენ ისეთ მწვავე რეაგირებას, როგორიც ვთქვათ, ეს უნდა ყოფილიყო. თუმცა სწორედ რომ სომხეთის ასე ვთქვათ, კონკურენციაში შემოსვლის შემდეგ ამერიკამ უკვე ნახა ალტერნატიული სახელმწიფო, რომელიც შესაძლოა გახდეს ასე ვთქვათ, მისი ახალი დასაყრდენი რეგიონში და შესაბამისად საქართველოს კუთხითაც ამას შეცვალა გარკვეული მიდგომები. თუმცა მეორე მხრივ აქ გასათვალისწინებელია ამერიკის ტრანზაქციული მიდგომა ქვეყნების მიმართ. ხო, ანუ ამერიკა ადრე თუ ვთქვათ, უბრალოდ სტრატეგიულად უყურებდა ქვეყნებს და არანაირი სხვა ინტერესი შეიძლება არ ქონოდა. ამ შემთხვევაში უკვე ამერიკა გადასულია ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ნახვაზე. ხო, იგივე სომხეთის კონტექსტში ტრიპის კორიდორიდან, ხო, ანუ ამერიკაც ნახავს გარკვეულ ასე ვთქვათ, ბენეფიტებს, როგორც სომხეთი სხვა პროექტების განხორციელების შემთხვევაში და საქართველოსაც ამ შემთხვევაში უნდა თუ გვინდა ჩვენ რაღაც გარკვეული ურთიერთობების ადგენა, უნდა დაანახოს ამერიკას თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს საქართველომ, რაში შეიძლება ვთქვათ ამერიკა ჩაერთოს ისეთ პროექტი იქნება ეს თუ რაღაც სხვა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ორივე სახელმწიფო მიიღოს სარგებელი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს სწორედ ის ასე ვთქვათ ნაბიჯები, რაზეც არაერთხელ მიანიშნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც უნდა გადაიდგეს და თუ ვთქვათ კომპლექსურად ეს მოხდება, მაშინ შესაძლებელი იქნება. ყველა შეიძლება თქვა, რუბიომაც დაგვეთანხმაო, რომ ბაიდენის ის არის არეულიო ყველაფერიო და ეს ყველაფერი დასაწმენდია. ხო, არ ვიცი, ხა თუ ვთქვათ ეგეთი პოზიცია არსებობდა, რომ ეს ყველაფერი ბაიდენის მაშინ ტრამპის მოსვლის შემდეგ რატო არ შეიცვალა რიტორიკა, ასევე ვთქვათ ბაიდენის დროს დაწესებული სანქციები რატო არ მოიხსნა და მithumetes იყო ესეთი პრაქტიკა, რომ რაღაც კონკრეტული სანქციები იქნა მოხსნილი სახასინო დეპარტამენტის მხრიდან, ხო და შესაბამისად მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ გამოურიცხავ გარკვეულ დონეზე რაღაც ურთიერთობების ადგენას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა ამ ეტაპისთვის, რასაც ქვია სტრატეგიული ურთიერთობების ადგენა, როგორც ჩვენ მქონდა მაგალითად 2023 წელს, ხო, ამ ეტაპზე მე ცოტა არარეალისტურად იმაჩნია, თუმცა თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ყველაფერი ხდება და შესაბამისად, ხო, ნუ ალბათ ხო, შეიძლება ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს, რის გამოც ამერიკა ამდენ ხანი თავს იკავებს, ის არგუმენტი, რაც ჯედი ვენსმა დაასახელა ირანთან დაკავშირებით. პირდაპირ გვერდება ჩვენ ეს არგუმენტის, მან თქვა, რომ ირანთან დიპლომატიის და ურთიერთობის წარმოება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ვინც ამ ქვეყანას მართავს, ის არსად არ ჩანს. და რაზე უნდა ველაპარაკოთ ირანის პრეზიდენტს, რომელიც ვერაფერს ვერ წყვეტს. და იგივე არის ჩვენთანაც. ხო, ახლა შეიძლება ამერიკაში ვფიქრობ, რაზე ველაპარაკოთ კობახიძეს, რომელიც ვერაფერს ვერ წყვეტს. ანუ ჩვენთანაც ფაქტობრივად აიათოლას
მაგვარი მართლობაა, ხო, ვიღაცას ის ადგას მთაზე და იქიდან იმართება ქვეყანა. ეს რამდენად სერიოზული დაბრკოლება შეიძლება იყოს ამ ადმინისტრაციისთვის? კი, ბუნებრივია, რომ სერიოზული დაბრკოლება, სხვადასხვა თავის დროზეც ვთქვათ, აი ჯერ კიდევ შედარებით, რომ საქართველოს ოფიციალურად ვაცხადებდა, რომ ქართველების პირობებში, რომ ჩვენი ქვეყნის ასე თქვა საგარეო, თავარი საგარეო პოლიტიკური, ასე თქვა პრიორიტეტი არის დასავლეთთან ურთიერთობას, თუნდაც იგივე 78 მუხლი, ხო, მუხლში თქვა შეწორება ქართველების დროს იყო მიღებული, ხო? კი ბატონო, მაგრამ ესე იგი მაშინაც კი სხვათა შორის დემოკრატიული დასავლეთი აცხადებდა და შეშფოთებას გამოხატავდა აი არაფორმალური მართლობის შესახებ, ხო, რომელიც საქართველოში არსებობდა და დღესაც არსებობს, ხო? თავის თავად დღეს მით უმეტეს, ხო, კარგად ჩანს ეს ყველაფერი, ხო და აქედან გამომდინარე, კი მაშინაც არ მალავდნენ შეშფოთებას, მაგრამ მაინც აღზევდნენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხო, ხა ალიევი შეიძლება დიქტატორია, მაგრამ გასაგებია ის არის ამ ქვეყნის პატრონი და იციან ვის უნდა ელაპარაკონ. ხო, პოლიტიკოსია, ხო, რომელიც თქვათ, კი, დიქტატორი, ავტორიტარია, მაგრამ ნუ პოლიტიკოსია, ხო, რომელიც მართავს ხო ქვეყანას. ხა საქართველოში ხო, ხა ნუ ივანიშვილი არ არის, ხო, პოლიტიკოსი, ამ დროს არის ესე იგი დე-ფაქტო მართველი, ხო, ქვეყნის, ხო, ფაქტია. მაგრამ პოლიტიკოსია თვითონ არც მალავს, ხო, აქვს ნათქვამი, რომ ჩემი ფული უნდა დავიბრუნო და იმის კომპლექსი მექნებაო, რომ საქართველოს ხარჯზე ვაკეთებ ამასო, ხო. ხო და ნუ პრობლემაა, რომ ვიღაც მიმდევრები ყავს და ვიღაცას მოწონს ეს ყველაფერი, ხო? ზოგს ფინანსური დაინტერესება აქვს და ზოგი მენტალურად არის უფრო ახლოს თქვა ქართულოს თემასთან და ამიტომაც თქვა იზიარებენ ქართულოს თემის პოზიციას. სხვათა შორის უბრალოდ დავამატებ, რომ ბაიდენის პერიოდშიც კი ბოლო მომენტამდე ამერიკა ცდილობდა ამ ურთიერთობების ადგენას და თვითონ პროაქტიულ რეჟიმში ახორციელებდა მაგას, იმიტომ რომ მაგალითისთვის დაახლოებით 2024 წლის ოქტომბერი თუ ნოემბერი იყო ობრაენი იყო ჩამოსული საქართველოში, რომელიც ხო არ ვიცი მან რა მოხდა რეალურად, მაგრამ ვიცი რომ თავარი გზავნილი იყო ის რომ თქვა გვინდა ურთიერთობების ადგენა, იქნებ რამეზე მოვილაპარაკოთ და იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთო, ანუ ბოლომდე ბაიდენის ადმინისტრაცია მიუხედავად მათი რიტორიკისა ნაბიჯებისა ცდილობდნენ რომ ეს ურთიერთობები ასე ვთქვათ არ გაეწყვიტათ და შეინარჩუნებინათ და ამისთვის რეალურად გზავნილებშიც გამოიხატებოდა ეს და მოქმედებებშიც, ამიტომ ეს ფაქტიც უნდა ხო, საინტერესო აქედან რატო იყო არის, ხო? გვახსოვს რომ ბიზნესმენთა შეხვედრა მოითხოვეს და იმან უთხრა რომ აგერ იმას არიბაშვილს ელაპარაკეთო. არ შეგხვდებითო. სანამ ფულს არ დამებრუნებთ. ხო, ტრამპის ადმინისტრაციის იმედიც იყო 20 იანვრის შემდეგ საკითხი და ალბათ ეგეც მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობდა, რომ ახლა ამათთან მორჩეთ და მე ვთქვათ 20 იანვრის მერე უკვე ახალ ადმინისტრაციასთან მქონდათ იმედი, რომ შეძლებდნენ რომ რაღაც კონკრეტული საკითხების პასუხისმგებლობის აღება არ უნდა დასავლეთის წინაშე. ხო, და რა შეიძლება საქართველოს გავლენა ხელისუფლება შესთავაზე ბატონი ნიკა ამბობდა, რომ რაღაც ურთიერთსასარგებლოს თუ შესთავაზე შეიძლება დაფიქრდნენ ამერიკელები, ტრამპის ადმინისტრაცია. ხო, და რა შეიძლება ხო ჩვენ მომხარემ შესთავაზე, ან თქვენ თუ გაქვთ საზრებანად. ხო, ნუ შეიძლება შესთავაზო, რომ თქვა ტვირთები, მაგათაც გატარებული ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით, მაგათაც რო ეს შუა დერეფტის ფარგლებში საქართველოს ხელს შეუწყობს ტვირთების ტრანსპორტირებას, მით უმეტეს თქვა თუ აშშ დაინტერესებულია თქვა ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების ჩადებით, სამხრეთ კავკასიაში, პირველ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანში ინვესტიციების ჩადებით, ნუ თქვა საქართველოს გამოაცხადებს, რომ არც სატრანზიტო ქვეყანა გვაქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული მდებარეობა და როგორც თქვა ვატარებთ სიტყვას მანამდე აზერბაიჯანულ ნავთობს საქართველოს ტერიტორიის გავლით, თქვა სოფლიო ბაზარზე და ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ ხელს უწყობდა, ჯერ კიდევ თქვა ხო, კლინტონის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ასევე ხელს შეუწყობთ ამერიკული ინვესტიციების შემოსვლას საქართველოს ეკონომიკაში, იბატონო, თქვა ამერიკული კომპანიები, თქვა ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებიან, ხო, ყველანაირი ასე თქვა, რა ვიცი, უსაფრთხოების გარანტიებით, თუ მათ დააბადეს ინვესტიციები. მაგრამ ასეთი რაღაც შეთავაზება ალბათ აქამდე მე უფრო ვფიქრობ, რომ ამერიკის შემოყვანა ხელსაყრელი და მომგებიანი სტრატეგიულად, რა თქმა უნდა, იქნება უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც იგივე არის ანაკლიის პორტი, მაგალითად, ხო, ანუ ჩვენ არ ვიცით დღეს რა. ივანიშვილმა თქვა რა უნდა ამერიკელებს ანაკლიის პორტში. როგორც ხაზარაძე გვიყვება ამას, ასე
ამერიკულ წყალქვეშა ნავს რა უნდა ანაკლის სპორტში. იქ არის იმის შიში, რომ თუ ანაკლეს ამერიკელი აშენებენ, იქ მერე სამხედრო გემებით შემოვლენ. ხო, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ანაკლის სპორტი გახდეს, ასევე შესაძლებელია ამერიკელებთან საუბარი ახალი ციფრული, თქვათ, კვანძის შექმნაზე საქართველოს გავლით იგივე სომხეთთან, ასევე მნიშვნელოვანი არის საქართველოს-სომხეთის ურთიერთობების დაკავშირება და საქართველოს-სომხეთის ერთობლივი პროექტების, სტრატეგიული პროექტების განხორციელება იგივე ენერგეტიკაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკული კომპანიები ან ამერიკული სახელმწიფო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მინდოდა მესაუბრა ამ ბირთვულ პროგრამაში, რომელსაც განახორციელებს სომხეთი, არა თქვათ ამერიკული კომპანიები დებენ ამ ფულს, არამედ თვითონ ამერიკის ხელისუფლება აკეთებს 9 მილიარდიან ინვესტირებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთი და რამდენად ყურადღებას აქცევს სამხრეთ კავკასიის რეგიონს და სწორედ ამ კონიუნქტურაში საქართველოს და სომხეთის დაახლოება ერთობლივ რაღაც სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭირო არის კონკრეტული მოქმედებები და პოლიტიკური ნება. ხო, და რაც თავარია, ამის ანაცვლად ომში ჩართვას არავინ არ თხოვს. პირიქით მშვიდობას ითხოვენ სომხეთისგან და აზერბაიჯანიდან. ჩვენ გვეუბნება, რომ აუ ჩვენ ყველაფრის ანაცვლად ომში ჩართვა მოგთხოვენ. მოკლედ ასეთ ვითარება მაქვს. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, ნიკა ჩიტაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იყვნენ ჩვენ სტუმრები. მე გემშვიდობებით.